დღევანდელი ინსტრუმენტი არის SingLink-ი. მე გაგიხსნით ჩემს ერთ-ერთ SingLink-ს 9 აპრილთან დაკავშირებით გავაკეთე 8 წლის წინანდელია. ნახეთ 9 აპრილის სურათი დევს და ეს მხოლოდ სურათი არ არის, ბევრი რამე 9 აპრილის შესახებ. პირველი მულტიმედიური საშუალებებია ჩაშენებული. ეს არის ვიკიპედიიდან რა მოხდა, როგორ მოხდა და ამ შემდეგ. შემდეგი არის 9 აპრილის პოეზია, ლექსები, რაც იმ პერიოდში დაიწერა. დოკუმენტური კადრები რა ხდებოდა. შემდეგი სიმღერა 9 აპრილის შესახებ. შემდეგი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ხელმოწერა აი ამაზე. მერაბ კოსტავას სიტყვა. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე. შემდეგ აი სურათები იმ პერიოდში რაც ქვეყნდებოდა აქ რა ხდებოდა. ეს ოდიონოვი რო გამოდის მოსკოვში და სიტყვით რო გამოდის როგორ წარმატებით განახორციელა ეს ოპერაცია. მიმოხილულია ვრემიადან არის ნაწყვეტი ეს როგორ გადასცემენ 9 აპრილის ამბებს. ნუგზარ ფოფხაძე როგორ ითხოვს რუსული ჯარის შემოყვანას. რა ხდებოდა 9 აპრილზე, მერე როგორ მიდიოდა ის. გაროულობა ხვალ კიდევ უფრო მეტი ხალხი შეიგრილება და სამგვიანად. ანუ აი ეს ყველაფერი ეს აი ამ ერთი რესურსით თუ კი მოვინდომებ და ამას ბავშვებთან მივიტან, ან გადავუგზავნი, მათ საშუალებას მივცემ, რომ აი ის 9 აპრილის ისტორია წარმოიდგინონ. ეს არის მულტიმედიური საშუალება და თუ მოინდომებთ, შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი მიზნების შესაბამისად. მე ჩაგიგდებთ აი ამ მისამართს, გადადით თქვენ ამ მისამართზე და ხო თქვენთან ერთად გავივლი რეგისტრაციას. თქვენ მე გთხოვეთ, რომ Google-ის პოსტა, ანუ Gmail-ი გაგეხსნათ. გახსენით Gmail-ი. დავიწყოთ პირველ რიგში, დავაწყაპოთ try for free. დააწყაპეთ? ეხლა დააწყაპეთ Google-ის ნიშანს. ან შეგიძლიათ პოსტა ჩაწეროთ და პაროლი. ან Google-ის ნიშანი. თუ ასეთი ფანჯარა გამოგიტანათ, აი აქ დააწყაპეთ hello და გადავედი ისევ ამ გვერდზე. ეხლა მოდით მოძებნეთ ისეთი სურათი, რომელზეც გინდათ რამე ინფორმაცია დაიტანოთ. აი როგორც აქ მქონდა, მაგალითად, რა თემასთანაც გინდათ გააკეთოთ. დავიწყოთ შექმნა. ვაწყაპებთ ღილაკს create მარჯვენა მხარეს და გამოვა აი ასეთი ფანჯარა. შეგვიძლია ცარიელი კანვა ავირჩიოთ, ჩვენ დავდოთ ზედ ყველაფერი. შეგვიძლია სურათი ავირჩიოთ, ჩვენ სურათზე დავდოთ. აი ცარიელ კანვას თუ ავირჩევთ, აქ უნდა ჩავაგდოთ ან ვიდეო, ან სურათი. მაგალითად, სურათს ავირჩევ. დავაწყაპებ აი ამას, მოვნიშნე სურათი და დავაწყაპებ. აიტვირთა სურათი და ეხლა უნდა გავაგრძელო. სურათი გამომიქვეყნდა აქ. ამ სურათზე გვინდა თეგები დავამატო და სულ ეს არის სურათს ატვირთავ და მე ჩაყრი ზედ თეგებს, მეტი არაფერი. მინდა რამე თეგი დავამატო. ნახეთ როგორ ვამატებ. ვაწყაპებ add tag, გამოჩნდა თეგი. ეს თეგი რო დავადი, აქ ჩამონათვალი გამოვიდა. გინდა ტექსტი ჩაწერე, გინდა რაღაცა სხვა საშუალება. ავირჩევ პირველს. პირველი არის ტექსტიც და მედია საშუალებაც. მეორე მხოლოდ ტექსტია. შემდეგი ჩაშენება ინსტრუმენტისა. შემდეგი ტურის შექმნა, შემდეგი პოლის შექმნა, ანუ გამოკითხვისა და ასე შემდეგ. მოდი აბა ავირჩევ ტექსტს.
ჯერ მარტო ტექსტი. და აქ ჩავწერ რაღაცა კომუნიკაცია მაგალითად. დავიწყე, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის მეთქი. აი ეს ერთი ტექსტი დავდე და done. ნახეთ აქ თუ მივალ, ეს ტექსტი ამოვარდება. თუ ლოგოზე დავდგები, მე შემიძლია შევცვალო ბარიღამ აქვეც რომ გასწავლოთ. ამას თუ დავაწყაპებ და აქ მე მინდა კომუნიკაციასთან დაკავშირებული. აი მაგალითად ამას ავირჩევ, ან მიკროფონი. მიკროფონს ხედავთ? ან ტელეფონს ავირჩევ. ტელეფონიც ხომ საკომუნიკაციო საშუალებაა. ამას ავირჩევ და ამას ავირჩევ მაგალითად რა ფერს ჩემი ნება. ცისფერს ავირჩევ. აი საკომუნიკაციო საშუალებას ეს თეგი დავადე, რომ რაღაცა ადეკვატური იყოს. ეხლა გადავალ მეორეზე. მეორეს collaboration, ანუ თანამშრომლობა. აქ მინდა თეგი დავადო. დავაწყაპებ, ამას გადმოვიტან აქ და ეხლა უნდა დავადო ამას ჯერ შინაარსი კოლაბორაციას. აი კოლაბორაციის ჩარჩო. და მინდა აი ეს თემა წამოვიღო და ჩავდო. დავაკოპირებ აი ამ ბმულს. ბმული უნდა ჩავდო ამაში. ნახეთ, დავაწყაპებ პირველს. და აი აქ არის, ნახეთ, ბმულის ჩასასმელი ადგილი. ჩავსვამ აქ ბმულს. და ტექსტ დავაწერ სახელად 6 ტიპის პრაქტიკული სამუშაო, როგორ შეიძლება მაღალი დონის თანამშრომლობა შედგესო. ამას ჩავსვამ სათაურად. დავაწყაპებ done. ახლა ეს თეგი არ მომეწონა, ამიტომ გამზადებულია უკვე, მაგრამ გადმოვალ. დავაწყაპებ აი აქ და ეხლა მინდა კოლაბორაცია. კოლაბორაციაზე ასეთი ნიშანი დავადე. ეხლა გადავდივარ media literacy. დავაწყაპებ აი აქ. გადმოვიდა, ამას აქ გადავიტან ჯერჯერობით იყოს ეს. დავამატებ ისევ შევალ აქ. მედია წიგნიერება. მოვძებნი ისევ ინტერნეტში. რამე ფოტოსურათს მოვძებნი. შევინახავ ამ სურათს, ჩამოვტვირთავ. აი ჩამოვტვირთე ეს სურათი და ეხლა უბრალოდ მინდა გაჩვენოთ როგორ ავტვირთავ სურათს. შევალ აქ, upload დავაწერ, აქაც დავაწერ media literacy. სათაური. დავაწყაპებ აქ ატვირთვას, ავტვირთავ. დესკტოპიდან უკვე რომ ჩამოვტვირთ. აი ნახეთ აქ თუ დადგებით ეს სურათი გამოვა. შევუცვლი ამასაც, აი ამათ ჩავდე. თითო დაწყაპებით. ეხლა გადავალ მაგალითად ტექნოლოგიებზე, საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. დავაწყაპებ ამას, დავამატებ და ამასაც დავამატებ, ეხლა უნდა მოვძებნო კონტენტი. აბა რა ტიპის კონტენტი არ დამიტევს ჯერ ტექსტი დავდე, ბმული დავდე, მედია ფაილი ავტვირთე და მოდით YouTube-ის ვიდეოს დავდებ რა. გადავალ YouTube-ზე და წამოვიღებ ბმულს და ჩავდებ ამ ბმულს. აი აქ. სათაურად დავაწერ East for project. და დავაწყაპებ ბოლოს done. ესეც დავდე, დამრჩა უკვე language skills, რომელიმე ვიდეო მოვძებნოთ. embed კოდით ჩავაშენებ. დავაწყაპებ share, შემდეგ დავაწყაპებ embed codes, დავაკოპირებ, წამოვიღებ, აი embed კოდი ხომ არის აქ და ჩავსვამ. და ნახეთ ვიდეო ჩასვა უკვე. და done. აქ თუ დავაწყაპებ, გაიხსნება პირდაპირ ვიდეო. იქ კი არ გადამიყვანს, ნახეთ აქვე გაიხსნება ვიდეო. შევუცვლი ამ თავის ტექსტს. გადავალ. აი ასე. და ეხლა ითვინინგსაც გავუკეთებ ერთ ლოგოს. აი ეს ითვინინგი. ავიღებ embed codes.
დავაკოპირებ. ჩავაშენებ embed კოდით, დავაწყაპებ ამას. ჩავსვამ ამას. და done. გავამზადე უკვე. დააწყაპეთ share და გამოვა ბმული. აიღეთ და ჩასვით ის ბმული. აი გაზიარების ბმული დააწყაპეთ პირდაპირ მაგას. პირველი არის ბმულით გაზიარება, რომელიც უფასოა, დანარჩენი ყველა არის ფასიანი. მოკლომიადებს. პირველს დააწყაპეთ. პირველი ბმული. და აირჩიეთ ახლა დაბლა კოპირება. რაღაცა კვადრატები როა იქ ჩა. კი ბატონო, მან ჩააწყაპეთ. ბატონო დააკოპირდა უკვე